მენჯის ფსკერის დისფუნქცია ემართება არა მარტო იმ ქალს, ვინც იმშობია რა, ან პოსტპარტუმ პერიოდშია, ან მენოპაუზაშია, არამედ სხვა გამომწვევი მიზეზებით შეიძლება ჰქონდეს. ლოგიკური ჯაჭვი რო ავაწყოთ, ჭარბი წონა, უმოძრაობა, ქრონიკული ხველება, ასთმა თუ მწეველია, ან ასე შემდეგ, ქრონიკული შებერილობა ან ყაბზობა თუ აწუხებს, ნახე ჯანმრთელობის ამომავალი წერტილი და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მენჯის ფსკერზე ზრუნვა. თავიდან რომ განვმარტოთ, ვინც არ იცის რა არის მენჯის ფსკერი, ეს არის კუნთების სამშრიანი სტრუქტურა, რომელიც მოთავსებული არის ბოქვენის ძვლიდან კუდუსუნის ძვლამდე, გადაჭიმული არის ჰამაკივით. და ამ კუნთების ფუნქცია არის ძირითადად საყრდენი ჩვენი მცირე მენჯის ორგანოებისთვის, რომელიც არის საშუალოსნო, შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი, ხო? ეს სხეულის სტაბილიზაცია, იმიტომ რომ მენჯის ფსკერი არ არის განცალკევებული ორგანო, რომელსაც ცალკე მიხედვა ჭირდება. მენჯის ფსკერი არის სხეულის ინტეგრირებული სტაბილიზაციის სისტემის განუყოფელი ნაწილი. გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness Podcast. დღეს ჩემი სტუმარია ნანკა ქიზიყურაშვილი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, ორსულების და ორსულობის შემდგომ აღდგენის სპეციალისტი. გამარჯობა ნანკა. გამარჯობა თაკო. განსხვავებული ძალიან დიდი მადლობა რომ ესტუმრე. დღეს რაღაც განსხვავებული თემით ვართ, იმიტომ რომ ესე იგი როგორც ვახსენეთ, ეს თემა ხშირად არ არის გაჟღერებული. შეიძლება სადღაც თქვათ შენ გისაუბრია, მაგრამ ზოგადად ცნობიერება ამ მიმართულებით არ არის ამაღლებული და მოდი ვისაუბროთ ახლა დღეს ქალის ჯანმრთელობაზე და კონკრეტულად ამ მიმართულებაზე. კი ბატონო. მოდი ზოგადად დავიწყოთ მაშინ მენჯის ფსკერზე საუბრით, იმიტომ რომ ეს არის ქალური ჯანმრთელობის ამომავალი წერტილი და მთელი ცხოვრების მანძილზე ქალისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მენჯის ფსკერზე ზრუნვა. თავიდან რომ განვმარტოთ, ვინც არ იცის რა არის მენჯის ფსკერი, იგივე pelvic floor შეიძლება ბევრს გაუგია, ქართულად ქვია მენჯის ფსკერი და ეს არის კუნთების სამშრიანი სტრუქტურა, რომელიც მოთავსებული არის ბოქვენის ძვლიდან კუდუსუნის ძვლამდე, გადაჭიმული არის ჰამაკივით. და ამ კუნთების ფუნქცია არის ძირითადად საყრდენი ჩვენი მცირე მენჯის ორგანოებისთვის, რომელიც არის საშუალოსნო, შარდის ბუშტი, სწორი ნაწლავი, ხო? ამას გარდა ძალიან ბევრი მრავალი სხვა ფუნქცია აქვს, მათ შორის სხეულის სტაბილიზაცია, იმიტომ რომ მენჯის ფსკერი არ არის განცალკევებული ორგანო, რომელსაც ცალკე მიხედვა ჭირდება. მენჯის ფსკერი არის სხეულის ინტეგრირებული სტაბილიზაციის სისტემის განუყოფელი ნაწილი. ანუ იმას გულისხმობ, რომ როცა არსებობს მენჯის ფსკერის რაიმე პრობლემა, როგორიც არის შარდის შეუკავებლობა, ორგანოების დაწევა, ჰიპერტონუსი, მოდუნება და ასე შემდეგ, მენჯის ფსკერს როგორც ცალკე აღებულ ტიპს ვერ ვუმკურნალებთ, თუ არ აღვადგინეთ მთლიანი ეს ბიომექანიკური ჯაჭვი, რომელიც იწყება კისრიდან და მთავრდება ტერფებით, ხო? ეს ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა სპეციალისტისთვის და ყველა ქალისთვის. აი ძალიან მარტივად რომ ავხსნათ ახლა მთლიანობაში როგორ მუშაობს ჩვენი სისტემა, ძალიან მიყვარს შედარება კოკაკოლის ქილაზე. აი რო წარმოიდგინო კოკაკოლის ქილა ალუმინის, რომელიც არის ჰერმეტულად დახურული, მასზე ზევიდან ზეწოლა რომ მოახდინო, ეს კონსტრუქცია არ ჩაიმსხრევა, ხო? ან წარმოვიდგინოთ, რომ კოკაკოლის სახურავი არის ჩვენი დიაფრაგმა, მთავარი სასუნთქი კუნთი, ძირი ამ ქილის არის ჩვენი მენჯის ფსკერი და კედლები არის ერთი მხრიდან მუცლისგანივი კუნთები, მეორე მხრიდან წელის ხერხემლის სტაბილიზატორი კუნთები, იგივე მულტიფიდუსი, ხო? აი ეს მთლიანი სისტემა, როცა სწორად მუშაობს, შენ ზევიდან რა ზეწოლაც არ უნდა მოახდინო, აი ქილაზე რო დადგე პირდაპირ, ხო? ამ ქილას არაფერი არ მოუვა და შეიძლება ადამიანის წონასაც გაუძლოს, რატო? იმიტომ რომ წნევა ამ ქილაში 360 გრადუსით თანაბრად ნაწილდება. მაგრამ ჩვენ თუ ამ ქილას თავსახურს ავხდით და კედელს ოდნავ შევუღუნავთ, პატარა ზეწოლაზეც კი ეს მთელი კონსტრუქცია ჩაინგრევა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ არის ყველაფერი სინერგიაში, თუ არ მუშაობს, მაშინ მარტივად ხდება დისფუნქციები, როგორიც არის მშობიარობის შემდგომ პათოლოგიური დიასტაზი, მენჯის ფსკერის დაწევა და ასე შემდეგ, ხო? აი ამ დაზიანებულ ქილასთან პარალელი რო გაავლო.
ხდება ის, რომ მუცლის შიდა წნევა თანაბრად არ ნაწილდება 360 გრადუსზე სუნთქვისას და შესაბამისად ხდება ზეწოლა წინ დიასტაზზე და ქვევით მენჯის ფსკერზე ნებისმიერი ჩასუნთქვისას, განსაკუთრებით პოსტსამშობიარო პერიოდში, მოკლედ ძალიან ხანგრძლივი სალაპარაკო თემაა, მაგრამ შეგვიძლია ნაწილ-ნაწილ ჩავშალოთ. კი, აუცილებლად ჩავშალოთ ნაწილ-ნაწილ და მოდი აქვე ჩაგეკითხებით, თქვათ ახლა ჩვენ საუბრობთ ქალებზე, ვისაც ბავშვი გაჩენილი ყავს. და აი ვისაც არ ყავს, არა მარტო, იმიტომ რომ მენჯის ფსკერის დისფუნქცია ემართება არა მარტო იმ ქალს, ვინც იმშობიარა ან პოსტპარტუმ პერიოდშია, ან მენოპაუზაშია, არამედ სხვა გამომწვევი მიზეზებით შეიძლება ქონდეს, მაგალითად, ჭარბი წონა, უმოძრაობა, ქრონიკული ხველება, ასთმა, თუ მწეველია, ან ასე შემდეგ, ქრონიკული შებერილობა ან ყაბზობა თუ აწუხებს, ნახე ლოგიკური ჯაჭვი რო ავაწყოთ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი. მუცლის შიდა წნევა, როცა არის გაზრდილი, ეს არის პირდაპირ მტერი ჩვენი მენჯის ფსკერისთვის. მუცლის შიდა წნევას რა გიზრდის? ქრონიკული ხველება, როცა არის მენჯის ფსკერი ამ დროს როგორ დაიცვა, იმიტომ რომ ყოველ ჩახველებაზე წნევა პირდაპირ ქვევით ურტყავს და ეს შეიგრძნობა კიდეც, ხო? მძიმე წონების აწევა, მათ შორის, აი ძალიან ხშირი არის ხოლმე პროფესიონალ ათლეტ ქალებში, ვინც ძალიან დიდ წონებს რომელია მძიმე წონა? აქ რა ვთქვათ? მე ეხლა ამ წუთას ვგულისხმობ პროფესიონალ ათლეტებს, ვინც heavy lifting-ით არის დაკავებული, მაგრამ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის მუცლის შიდა წნევის კონტროლი, დარბაზში მივიდეს 15 კილოა-წიოს ან 10 კილოა-წიოს და ისიც მძიმე იყოს ამისთვის. ეს ინდივიდუალურია. ძალიან ინდივიდუალურია. აი მუცლის შიდა წნევის კონტროლს გულისხმობ, რამდენად გრძნობ, თქვათ, ეხლა მეც რო წევ, თქვათ, სიმძიმეს ჭიმავ აუცილებლად, პრესს ვიჭერ, ასე ვთქვათ, ჩემ ენაზე და ნუ ვიცი რომ ჯერ უნდა ჩავიკუზო, ისე უნდა ავიღო, მე უნდა ავდგე, ხო, სწორი წელით, ანუ ამ დეტალებს აქვს მნიშვნელობა და გამოცდილებას რამდენი ხანი ვარჯიშობ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დეტალებს და ასევე იმას, შენი ტვინი რამდენად კარგად მართავს შენს სხეულს. ანუ ხო არის შემთხვევები ჩვენს გარშემო ხშირია, რომ აქეთ სხეული მართავს ადამიანებს, იმიტომ რომ იქ წელიქ ტკივა, იქ რაღაცა გეზღუდება და ვერაფერს ვერ შვები და იმაზე სასიამოვნო რო არის, როცა შენ თვითონვე შეგიძლია შენი სხეულის მართვა, ხო? და ეს ყველაფერი იქით მივდიოდი, რომ იწყება სწორი დიაფრაგმული სუნთქვიდან და სუნთქვის სწორი პატერნის აღდგენიდან, რომელიც ჩვენ დაბადებიდანვე გვაქვს, მაგრამ ცხოვრების მანძილზე ისეთი ჩვევები გვაქვს, რომ გვერღვევა, ხო? აი მაგალითად შენ ბავშვისგან გაგიგიაოდეს მე რომ მთელი დღე ფეხზე იდგა და წელი ტკივა, ან კისერი აქვს ძალიან დაძაბული, ან რა ვიცი, პროლაფსები აქვს, ან რაღაც არ გაგიგია, ხო? ეს უკვე იმიტომ არ გაგვიგია, რომ ჩვენ ვიბადებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ჩაშენებული სწორი პატერნებით, აი მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანო, პატარა ბავშვს არავინ არ ასწავლის, როგორ უნდა დაიჭიროს თავი კონკრეტულ ვადაზე, როგორ უნდა გადატრიალდეს ზურგზემწოლიარე პოზიციიდან გვერდზე რაღაც კონკრეტულ ვადაზე, როგორ უნდა წამოიწიოს იდაყვებზე, შემდეგ როგორ უნდა ადგეს და სიარული დაიწყოს, ხო? ეს ყველაფერი ხო ცენტრალურ ნერვულ სისტემაშია ჩაშენებული და კონკრეტულ ვადაზე ეს კონკრეტული ფუნქციები უვითარდება. ზუსტად ასევე არის განვითარებული ჩვენი სწორი დიაფრაგმული სუნთქვა, როცა მთლიანად ვამოძრავებთ დიაფრაგმას ისე როგორც საჭიროა და შესაბამისად არაფერი არ გვაწუხებს, იმიტომ რომ ქორის სტაბილიზაციის სისტემა, ანუ დიაფრაგმა, მუცლის ღრმა კუნთები და მენჯის ფსკერი, როგორც გითხარი, სინერგიაში მუშაობს, ხო? მაგრამ აი ეს სინერგია რო ირღვევა და სუნთქვის არასწორი პატერნი გვიყალიბდება, დიაფრაგმა სწორად ვეღარ მუშაობს, შესაბამისად მენჯის ფსკერზე უფრო მეტი დატვირთვა მოდის, იმიტომ რომ მუცლის შიდა წნევას ვეღარ ვანაწილებთ სწორად. ოღონდ ამას ვერ ვიაზრებთ, ეს ხდება თავისთავად, ხო? აი როგორი რაღაცა არის, იცი? ეს სუნთქვა გერღვევა იქიდან გამომდინარე, რომ მთელი დღე შეიძლება ოფისში ზიხარ, ან სკოლიდანვე შეიძლება ეს დაიწყოს. არასწორ ფეხსაცმელს ატარებ. მძიმე ჩანთას ატარებ. სტრესის ფონზე მუცელი მუდმივად შეზნექილი გაქვს, ან მხრები გაქვს წამოწეული. ნახე რა ხდება ამ დროს, ჩასუნთქვაზე დიაფრაგმა სრულფასოვნად რო ვერ მოძრაობს და ეს არის ჩვენი მთავარი სასუნთქი კუნთი, ხო? შენი ნერვული სისტემა იძულებულია სუნთქვის აქტში ჩართო
მართოს დამხმარე კუნთები, კისრის კუნთები, ან კედლოვით ძვირისებრი და კიბისებრი კუნთები, რომლებიც გეხმარება სუნთქვაში, იმიტომ რომ რაღაცნაირად უნდა ისუნთქო, ხო? შესაბამისად დღის ბოლოს გადაჭიმული კისერი გაქვს, რატომღაც და არ იცი რატო, ხო? აი ეს ადგილი. სულ არა, მაგრამ ხშირად. კი ბატონო, ანუ იმის თქმა მინდა და იმის ახსნა მინდა, რომ ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ დიაფრაგმის და ზოგადად ქორის სისტემის სწორ მუშაობას ბევრი რაღაცისთვის ორგანიზმში და არა მარტო მენჯის ფსკერისთვის. ამ ბევრ რაღაცაში რას გულისხმობ? მაგალითად, დიაფრაგმა როცა სწორად და სრულფასოვნად მუშაობს, ის პირდაპირ ფიზიკურად შეხებაში არის შენს ვაგუსის ნერვთან, ცდომილ ნერვთან, რომელიც ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, კორტიზოლი იკლებს და სტრესი გეხსნება, ხო? ანუ fight or flight მდგომარეობიდან გადადიხარ rest and digest-ში. ეგ ერთი. მეორე ის, რომ ასევე ფიზიკურად შეხებაში არის ჩვენს ლიმფურ მთავარ სადინართან, ცისტერნა-ქილი ქვია, რომელიც თუ არ მუშაობს სწორად, გვემართება შეშუპებები, აი მცირე მენჯის სტაზი, შეშუპება და აი რო ვერ ხვდებით რატო გვაქვს ეს დიდი მუცელი, შეიძლება ცხიმზე არ მაქვს საუბარი, ხო? შეიძლება შეშუპების ამბავი იყოს, მათ შორის ფეხების შეშუპებაც აქედან გამომდინარეობს. ლიმფა როგორ მოძრაობს? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დიაფრაგმა რომ მოძრაობს, აი წურავს ფიზიკურად აი ამ ლიმფურ სადინარს და შესაბამისად ლიმფა უკეთ მოძრაობს. ასევე ლიქვორს ამოძრავებს ძალიან კარგად, რაც ტვინიდან რაღაც ნარჩენების გამოდევნაში გეხმა. ტვინის გარეცხვას ვეძახი ამას ჩვეულებრივ ადამიანურ ენაზე, რომ ცოტა უფრო მეტად ბასრი გონება გქონდეს და ეს brain fog არ გქონდეს, ხო, დღის მანძილზე. ასევე კვებასთანაც თან კავშირშია. ბევრ რაღაცასთან კავშირშია, მაგრამ ხო, ფიზიოლოგიას გიხსნი უბრალოდ, რომ რატო არის ასე მნიშვნელოვანი არა მარტო მენჯის ფსკერის კუთხით და პლუს კიდე ნაწლავების პერისტალტიკას აუმჯობესებს, იმიტომ რომ აი დღეში 20,000 ჯერ ჩასუნთქვას რო ვაკეთებ, 20,000 ჯერ სწორად რო ჩაისუნთქო და დიაფრაგმა სწორად რო ამოძრავო, 20,000 ჯერ შენი ნაწლავების ბუნებრივი მასაჟი არის ეს, რომელიც აუმჯობესებს პერისტალტიკას და გიხსნის შებერილობას და ეს არ არის რაღაც აბსტრაქტული ნათქვამები. ანუ ბრეითვორკამდე მივდივართ, სუნთქვით ვარჯიშამდე, ხო? კი, რა თქმა უნდა, მენჯის ფსკერის აღდგენა ზუსტად აქედან იწყება და არა შეკუმშვებიდან, ხო? გამორიცხული არის სუნთქვის გარეშე, რომ რამენაირად მენჯის ფსკერის მდგომარეობა გამოასწორო. საერთოდ პირველად გავიგე ეს, პირველად გაჟღერდა რა საინტერესოა. და მეცაც გეტყვი ნაწლავებზე რო გელაპარაკები, ნახე როგორი რაღაცა არის, შენ რომ მუდმივად შებერილი და ისეთ გადაბერილი ნაწლავები როცა გაქვს, ეს პირდაპირი მტერი არის შენი მენჯის ფსკერის, იმიტომ რომ შებერილობის გამო მე ზედმეტი ჭინთვები გიწევს, ჭინთვაც ზედმეტად რა თქმა უნდა დატვირთვა არის მენჯის ფსკერზე და ეს ყველაფერი აი ესე ნელ-ნელა ვითარდება. ეს პათოლოგიები. პრობლემები ჩნდება, რა აი თქმა უნდა. ნუტრიციოლოგების და გასტროენტეროლოგების გაიდლაინებშიც კი პირდაპირ არის მოწოდებული, რომ დიაფრაგმული სუნთქვა დაუნიშნონ, ასე ვთქვათ, პაციენტებს, იმიტომ რომ ყაბზობაზე და შებერილობაზე ძალიან კარგად მოქმედებს და ზოგადად სუნთქვითი ვარჯიშები, მე ავიღე ახლა რაღაც კურსი და გავხდები მალე სუნთქვითი ვარჯიშის ფასილიტატორი. და კი, ოღონდ ეხა დავიწყე და ჯერ ამიტომ ვერ ვაზიარებ ესე, მაგრამ მართლა ისეთი ეხა გვიზიარებენ და ისეთ პრობლემებს აგვარებს სუნთქვა და იმიტომ გამიკვირდა ეხა რა კაია, რომ ესე იგი სუნთქვაც პირდაპირ ამასთან კავშირში ყოფილა. კი, რა თქმა უნდა, ანუ სუნთქვითი ვარჯიში ესე ბევრნაირი არსებობს, მაგრამ აქ მე ვგულისხმობ ფიზიოლოგიურ სუნთქვას, რომელიც სულ უნდა გქონდეს ადამიანს და ბუნებრივად ამაზე არ უნდა ფიქრობდე. კი, არ უნდა ფიქრობდე, მაგრამ თავიდან როცა ვასწავლი ხოლმე ჩემს პაციენტებს და კლიენტებს ამ დიაფრაგმულ სუნთქვას ძალიან უჭირთ და პირველივე რეაქცია ყოველთვის ის არის, რომ ღმერთო ჩემო, ეს როგორ უნდა გავაკეთო. აი არაზევით ქვევით არ სუნთქო, პირიქით ნეკნების გაშლა ხდება 360 გრადუსზე და მათ შორის მუცლის გაფართოება. კი, ეს არის არასწორი. სუნთქვა არის არასწორი. კი, ანუ კლავიკულური იგივე პარადოქსული სუნთქვა ასე ეძახა. თუმცა ხა იოგაში და ასე შემდეგ ბევრნაირი სუნთქვა არსებობს, მათ შორის ლავიწებითაც, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს არ ვფიქრობ, წესით სუნთქავდეთ აქედან, ხო? აუცილებლად კი და ეს მე ნელ-ნელა აი ესე ამ საფეხურებით ასწორებს ყველაფერს. აი როგორი რაღაცა არის ძალიან
მარტივად რო აგიხსნა, რა ვიცი, აი მაგალითად მანქანის საბურავი ოდნავ დაშვებული როა, რაღაცა პერიოდი ჯერ კიდე შეძლებ, ხო, დანიშნულების წერტილამდე მისვლას სიტყვაზე, მაგრამ თუ დროზე არ მიხედე და არ გამოცვალე ან არ დაბერე, სადღაც აუცილებლად გაგაჩერებს და ზუსტად ეგრე მუშაობს ეს მენჯის ფსკერის აღდგენის ამბავიც და ამას კიდე უფრო მეტად ჩავშალოთ, რა და როგორ არის, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ყოველთვის სხეულის ბიომექანიკის გასწორება, ნეკნების და მენჯის პოზიციის გასწორება და აქედან გამომდინარე უკვე ფიზიოლოგიურად ამუშავება მენჯის ფსკერის ისე როგორც სჭირდება და არა უბრალოდ ცალკეული რაღაც ინსტრუმენტებით, რომლებიც მარტო მენჯის ფსკერის კუნთებზეა მიმართული. ანუ შენ იმას გულისხმობ, ეხლა ვთქვათ, რომ არის საუბარი იმაზე, რომ ვთქვათ ვაგინალური კუნთი ვავარჯიშოთ რაღაც კონკრეტული სავარჯიშოთი. ან არის ასევე გინეკოლოგები გვირჩევენ რაღაც აპარატებს, რომლებიც ახალგაზრდავებს, ასე ვთქვათ და კუნთები მოყავს წყობაში. ანუ ეს არ არის მხოლოდ საკმარისი, ხო, როგორც მივხვდი. არა, რა თქმა უნდა, ეს არის რაღაც დამატებით. დამატებითი ტექნოლოგია ყოველთვის არის დამატებითი, იმიტომ რომ ყველგან ყოველთვის უალტერნატივო, უკონკურენტო ამბავი არის ის, რომ გაასწორო ფიზიოლოგია, ანუ რაც გაქვს საწყისი, ის რომ მოგვარებულია, შენ ერთი კი არა, მრავალი პრობლემა გიგვარდება, ამით ხვდები და ის ერთიც, რა თქმა უნდა, აუცილებლად. აი, აპარატები და რაღაცაები ახსენე, არ ვიცი რომელს გულისხმობ კონკრეტულად, მაგრამ ჩავშლიდი ალბათ. ჩავშალოთ ეს თემაც, ხო? ხო, კი, რა თქმა უნდა. ალბათ RF ხო, აი რაღაც მსგან ლაზერული აპარატები არსებობს ასევე. იცი რა არის? უნდა გავყოთ ეს ორი რაღაც ერთმანეთისგან, იმიტომ რომ თუ რადიოსიხშირულ აპარატებზე ვლაპარაკობთ, რომელიც ლორწოვან შრეს ატენიანებს კარგად, ძალიან კარგი რაღაცებია, ან მაგალითად ლაქტაციის პერიოდში, ან პოსტპარტუმ, როცა ესტროგენის დონე ძალიან ეცემა და გვაქვს ვაგინალური ატროფია, სიმშრალე და ასე შემდეგ, რაც ძალიან დიდი დისკომფორტია ქალისთვის. ეს აპარატები, რა თქმა უნდა, ლორწოვანის გათბობის საშუალებით ფიბრობლასტებს ასტიმულირებს და გეხმარება კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებაში, რაც კარგად ატენიანებს, მაგრამ მხოლოდ ლორწოვან შრეს და ლორწოვანი შრის იქით მენჯის ფსკერში და იმდენი კუნთი, ხო, ანუ ამ ყველაფერს ვერ გამოასწორებს ეს. ლაზერიც ალბათ იგივე შვება, ალბათ, ხო, ზუსტად არ ვიცი რომელ ლაზერზე საუბრობ, მაგრამ მე იმას გულისხმობ, თუ მენჯის ფსკერის პრობლემაზე გვაქვს საუბარი, რაც არის ორგანოების დაწევა და პოსტსამშობლო აღდგენა, ეს არ არის ერთადერთი, ხო, არა. და მაგალითად ეს კეგლი რო ვახსენეთ, თუ კეგელი ხო სწორად? ხო, კეგელი რო ვახსენეთ, ეს კუნთებზე მუშაობს უკვე. კეგელი კუნთებზე მუშაობს, მაგრამ მოდი ახლა ჩავშალოთ ეს თემა, იმიტომ რომ საკმაოდ მრავლის მომცველი თემაა. მოდი, ჯერ აი საიდან დავიწყოთ, იცი? მგონია რომ მაყურებლისთვის რაღაც უფრო ისე იქნება გასაგები. როგორ დიაგნოსტიკა, მოდი აქედან დავიწყოთ, როგორ გავიგოთ, საერთოდ რა მდგომარეობა გვაქვს მენჯის ფსკერში, თუ ფსკერზე როგორ არის? ხო. ძალიან კარგი კითხვა დამისვი, იმიტომ რომ საქართველოში გვაქვს ინოვაცია, სულ ახალი თემა არის და ძალიან ცოტა ხნის შემოსული არის. აქამდეც მიხსენებია, ჩემმა ფოლოვერებმა ალბათ იციან და ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა, მაგრამ ყველამ მინდა რომ გაიგოს. კი, იმიტომ რომ ძალიან საჭირო ამბავია. ეს არის მენჯის ფსკერის ეკოსკოპია, ულტრაბგერითი 4D ეკოსკოპია, სადაც ძალიან კარგად ჩანს ორგანოების დაწევის ხარისხი, ანუ რამდენი მილიმეტრით არის დაწევა, ანუ ადამიანმა გინეკოლოგმა შეიძლება გაგსინჯოს და თვალით დაინახოს, რომ შენ სიტყვაზე საშულოსნოს ყელი გაქვს დაწეული, მაგრამ რამდენით, რომელი ხარისხია და ასე შემდეგ, დიდად ეს შეიძლება ვერ შეფასდეს, ეგ ერთი. ანუ კარგად ზომავს თითოეული ორგანო მცირე მენჯში, არა მარტო საშულოსნო და მისი ყელი. სპეციალური ეკოსკოპია არის ამისთვის? სპეციალური ეკოსკოპია. უნდა როგორ ხედვაზე აქვს? ცოდნაზე. არა, ცოდნაზეა და რა თქმა უნდა სპეციალური ეკოსკოპია. ნახე, იგივე გინეკოლოგიური ეკოსკოპია უბრალოდ დამატებით რაღაც კრიტერიუმების მიხედვით აფასებ. მაგალითად, POPQ კლასიფიკაცია, რომელზეც ახლა მაქვს საუბარი, ორგანოების დაწევის ხარისხს ზომავს კარგად და ასევე კუნთების მდგომარეობის შეფასება ხდება, რაც არც თვალით, არც ხელით გასინჯვით, არსად არ ჩანს. შეგიძლია გითხრას სად არის ეს ბარემ ვთქვათ მაყურებელს თუ
დააინტერესებს? ჯერჯერობით ეს ერთადერთი სპეციალისტი არის ანა გოგრიჭიანი. სად მუშაობს? ჯერჯერობით მე მგონი კლინიკალი დერმატში და რუსთავში, მაგრამ შესაძლოა ლინკები თუ დაინტერესებთ. თუ შეიძლება რამე არ ვიცი, მაგრამ ეს ერთადერთი სპეციალისტი არის და ასევე ცოტა ხნის წინ იყო საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია, სადაც როგორც იქნა მენჯის ფსკერს დაეთმო ცალკე სესია, სადაც საუბრობდნენ ქირურგები, საუბრობდნენ ეკოსკოპიის სპეციალისტები, უცხოელები მათ შორის და მათ შორის ჩვენი ეს ქართველი ერთ-ერთი სპეციალისტი, რომელიც ძალიან კარგად აკეთებს ამ ეკოსკოპიას და ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გზა მენჯის ფსკერის მდგომარეობის შეფასების იმისთვის, რომ მე იცოდე, როგორ უნდა აღადგინო ეს კუნთები. იმიტომ რომ კეგელი, რომელიც ახსენებ, ალბათ სავალდებულო უნდა იყოს. კი, სავალდებულო უნდა იყოს და არის და ნელ-ნელა მუშაობთ ამაზე, რომ აქაც იყოს სავალდებულო და რაც შეიძლება მეტმა პირველ რიგში ექიმმა იცოდეს ამის შესახებ და მე უკვე რა თქმა უნდა ქალებმა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხდება ისეთი ტრავმები მენჯის ფსკერში, რომელიც როგორც გითხარი, არც თვალით და არც ხელით გასინჯვით არ ჩანს და ამ დროს შეიძლება უმრავლესობა შემთხვევაში უკუნაჩვენები იყოს კეგელის ვარჯიში. და მოდი ამ ტრავმებზე საუბრით განვაგრძოთ მაშინ ნახე პირველ მშობიაროების 10-დან 30%-ში და თუ მასშტაბით მოხდა მშობიარობა ან რაიმე დამხმარე საშუალებებით 50%-მდე იზრდება ეს რიცხვი, ვითარდება ავულსია. ავულსია ნიშნავს კუნთის აწყვეტას მიმაგრების ადგილიდან, ბოქვენის ძვლიდან, როცა არის ახეული, აწყვეტილი, რასაც ვერაფერი ვერ მიამაგრებს. შესაბამისად ვითარდება ასიმეტრია, ხო? ცალმხარეს თუ კუნთი მოწყვეტილია, იქ რაც არ უნდა შეკუმშო, ვერაფერს ვერ იზავს. კუნთი არ ფუნქციონირებს. არ ფუნქციონირებს ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს და ამიტომ შენ როცა ცდილობ, რომ გააკეთო კეგელი ამ დროს, კუმშო მხოლოდ ჯანსაღ მხარეს და პირიქით უარეს ასიმეტრიას იწვევ, იმიტომ რომ ეს ცენტრი უფრო ჯანსაღი მხარისკენ, ხო? შესაბამისად, უფრო მეტად მიდრეკილს ხდი ადამიანს პროლაფსებისკენ და გზას უჩქარებ უბრალოდ, რომ დაემართოს კიდევ უფრო მეტი დისფუნქცია, ვიდრე უკვე შეიძლება კონდეს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დასკვნის სწორად წაკითხვა, გაანალიზება და კომპენსატორული მექანიზმებით სავარჯიშო პროგრამის შედგენა, რომელიც გულისხმობს დამხმარე ფასციალური კავშირების გაძლიერებას. დაზიანებული ამ კუნთის აღდგენა, რომ მოხდეს რაღაცა სხვა საშუალებებით. ნახე, აწყვეტილ კუნთს ვერაფერი ვერ მიამაგრებს. ოპერაციის გარდა მაქვს საუბარი. ამ აწყვეტილ კუნთს ვერაფერი ვერ მიამაგრებს, მაგრამ შენ შეიძლება ისე ავარჯიშო ადამიანი აი ამ დიაფრაგმული სუნთქვით და ქორის გამაგრებით და მენჯის ფსკერის დამხმარე კუნთების გამაგრებით, რომ კომპენსატორული მექანიზმი შეუქმნა ადამიანს, რომ იმ მენჯის ფსკერს კონდეს მყარი საყრდენი და არ გაუღრმავდეს მდგომარეობა და ხარისხი ცხოვრების გაუმჯობესო. ამისთვის საჭირო დიაგნოსტიკა. ამისთვის საჭიროა აუცილებლად დიაგნოსტიკა და საერთოდ ჩემი აზრით უნდა იკრძალებოდეს, აი ინტერნეტში ძალიან გავრცელებული არის ეს რჩევა, რომ მშობიარობის შემდეგ დაიწყე პირდაპირ კეგელის ვარჯიშები. შეთაშორის გერმანიაშიც ესეა, იყო 15 წლის წინ გეუბნებოდნენ, რომ ბავშვს რო გააჩენდი, რაღაც სავარჯიშოს გაძლევდნენ და დაიწყე ვარჯიში. კი, იყო ალბათ. ეხა ეთყობა შეიცვალა. ნელ-ნელა იცვლება, იმიტომ რომ ყველგან იმაზე არის საუბარი, სანამ მენჯის ფსკერის ფიზიოთერაპევტი არ შეგაფასებს და არ დაგინიშნავს, კეგელი დამოუკიდებლად არ დაიწყო. მშობიარობის შემდეგ. ეხა ეს პირველად გავიგე. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ქალმა არ იცის, რომ ავულსია შეიძლება კონდეს, აი მე გეუბნები ისეთ ქალებზე, რომლებმაც ვთქვათ წლების წინ მშობიარეს და აი ოდნავ შარდის შეუკავებლობამ შეაწუხათ და მომართეს. ანუ რეალურად გამოხატული რითი არის ეს, რომ პრობლემა გაქვს. შეიძლება პრობლემა გქონდეს, ვთქვათ, კუნთი იყოს აწყვეტილი, ან არ ვიცი, სხვა პრობლემები კიდე და არანაირი გამოხატულება არ გქონდეს, არც შეუკავებლობა არ გქონდეს, არც არ ვიცი. კიდე რაღაცა პატარა გამოვლინება, პატარა დისკომფორტი მაინც გექნება, მაგრამ აი ისეთი ახალი თემაა, რომ ამაზე არც საუბრობენ და არც მიიჩნევენ დარღვევად, იმიტომ რომ აი
აი პოსტსამშობიარო პერიოდში ზოგჯერ მომმართავენ ხოლმე, რომ მიზანი რა არის, რომ აი მშობიარობის შემდეგ მუცელი დამრჩა და ეს მაქვს ერთადერთი პრობლემა, მეტი არაფერი პრობლემა არ არის. მაგრამ რო ჩავეკითხები, მერე აღმოვაჩენ ხოლმე იმას, რომ თურმე ძლიერ სიცილზე ან დაცემინებაზე ოდნავ საცვალი თურმე უსვალდება, რაც პრობლემა არ გონია. ჩავეკითხები ხოლმე და წელის ტკივილები მუდმივად აწუხებს, რასაც თვითონ არ გეუბნება, იმიტომ რომ ნორმალური გონია მშობიარობის შემდგომ ყველას წელი ტკივა. ჩაეკითხები და მიხვდები, რომ საშინელი შებერილობა აწუხებს და მისთვის ტუალეტში შესვლა მეორე მშობიარობას გავს. ეს შებერილობაც შეიძლება იყოს კავშირში ამ კონკრეტულ პრობლემასთან, ხო? ავულსიის უშუალო სიმპტომი არ არის შებერილობა, მაგრამ ავულსია არის, როდესაც აწყვეტილი არის ეს კუნთი? კი. მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს ერთად. ანუ ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულია და ამას ცოტა სისტემურად თუ არ შეიძლება არ შეხედე. იყოს ეს კუნთის აწყვეტა, მაგრამ უბრალოდ დასუსტებული იყოს კუნთები, ხო? კი, დასუსტებული შეიძლება იყოს კუნთები და აი მაგ დროს, როცა კუნთის მთლიანობა საერთოდ არ არის დარღვეული, სუნთქვასთან ერთად იმ კეგელის ვარჯიშის შესრულება დასაშვებია, მაგრამ აი ცალკე სუნთქვისგან დამოუკიდებლად შეკუმშვა გაშვება მაინც არაეფექტური იქნება. შეიძლება ცალკე უბრალოდ კუნთი დაამუშავო, მაგრამ მთლიან სინერგიას ვერ აღადგენ, იმიტომ რომ ხო ვთქვით, რომ ცალკე მენჯის ფსკერი არაფერს არ იზავს, თუ კავშირში და სინერგიაში არ არის დიაფრაგმასთან და მუცლის ღრმა კუნთებთან ერთად. სისტემაში ძალიან სისტემურია ეს ყველაფერი კი და ამ რეაბილიტაციის დაწყება ხდება ნერვული სისტემის დონეზე მუშაობიდან. ანუ ეს არ არის უბრალოდ ადამიანს რაღაცა უთხრა და რაღაცა გაიმეოროს, როგორც დარბაზში ხდება, ხო? თუ მთლიანად თავიდან ბოლომდე საკუთარ თავზე კონცენტრირებული არ არის და ტვინით სხეულთან კავშირი არ არის, სხვანაირად არ გამოდის უბრალოდ. როგორც ვარჯიშის დროს ფიქრობ, რომელი კუნთი მუშაობს და რაც უფრო ამ კუნთს გრძნობ, მით უფრო რა თქმა უნდა ეს კუნთი სხვანაირად მუშავდება. საერთოდ რომ ვერ გრძნობ და უბრალოდ რო აკეთებ, ალბათ რაც ძალიან 30% ექნება შედეგი, ხო ამ ყველაფერს. კი, და იმ კეგელის დროსაც აუცილებელი არის სპეციალისტმა პროცენტულობაზე მიუთითოს და ასწავლოს ამ პროცენტულობის შეგრძნება, იმიტომ რომ 100%-ით ყველაფრის მოჭერა არ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც როცა სინერგიაში სუნთქვასთან ერთად მუშაობ და თუნდაც 40%-ით აი ძალიან სიღრმეებიდან აკეთებ შეკუმშვას. ჩვენ ხო ვთქვით, რომ სამშრიანი არის მენჯის ფსკერის კუნთები, ხო? და უბრალოდ 100%-იანი მოჭერა არის გარეთა სფინქტერების მოჭერა, რომელიც გეხმარება შარდვის და დეფეკაციის კონტროლში და შეკავებაში, მაგრამ ვისაც შარდის შეუკავებლობა აწუხებს, ხო, რაც არ უნდა მოუჭიროს თუნდაც დაცემინების დროს, მაინც ეპარება შარდი. რატო? იმიტომ რომ ღრმა კუნთებში არის აქ პრობლემა და იმ ღრმა შრეების კონტროლიც იმ სუნთქვასთან ერთად უნდა ასწავლო. მარტო მოუჭირე გაუშვიზე არ არის საუბარი, ხვდები? ძალიან სისტემურია და მართლაც რომ ნერვული სისტემის გადაწყობით ხდება ამ ყველაფერზე მუშაობა. აი თავიდან სულ აქვთ ხოლმე შეგრძნება, რომ აი შანსი არ არის ეს რანაირი სუნთქვაა, ვერ გავაკეთებ და ძალიან ეუცხოვებათ ხოლმე. იმიტომ რომ არ არის კომფორტის ზონა ეს შენი ცენტრალური ნერვული სისტემისთვის და ნელა უნდა მიიყვანო ადამიანი იქამდე, რომ მისი კომფორტის ზონა გახდეს და ფიქრობ უკვე და ბუნებრივად. მე მეუბნებიან ხოლმე, რომ აი საჭეს ვატარებდი და რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ თურმე ნეკნებს სწორად ვამოძრავებ ჩასუნთქვაზე. ანუ ეს აქედან იწყება ყველაფერი, ხო? ძალიან მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, რემონტი თუ გაქვს სახლში და აბაზანის შუქის ჩამრთველი თუ სხვა ადგილას გადაწიე, აუცილებლად თავიდან სანამ შეეჩვევი, ხელს იქით წაიღებ, როცა აბაზანის შედიხარ, სადაც ძველი ჩამრთველი იყო, ხო? და დრო ჭირდება შენს ტვინს, რომ გადაეწყოს. კი, ახალი ნეირონული კავშირების გაბმა და ისეთი გამყარება, ასე ვთქვათ, დრო ჭირდება ამას. კი, რა თქმა უნდა, დრო ჭირდება და მე იმდენად კარგად მუშაობს ყველაფერი, რომ თუ ადამიანმა მომმართა ერთი პრობლემით, რომ აი ან შარდის შეუკავებლობა ქონდა, ან უბრალოდ მუცელი აწუხებდა, მე მოდის ხოლმე ისეთი ფიდბექები, რომ აი ვიცი რა, სტრესით შემიმცირდა, უფრო კარგად გრძნობ თავს, შებერილობა აღარ მაწუხებს და ასე შემდეგ და თან მარტო ვარჯიშსაც არ არის აქ ყველაფერი, ასევე ყოველ
ყოველდღიური ჩვევების გამომუშავებაც უნდა ასწავლო ადამიანს, იმიტომ რომ შენ თუ მარტო ავარჯიშებ და მერე ის შევა და ტუალეტის ეტიკეტი არასწორი ექნება, ჯდომის პოზიციას გულისხმობ, ხო? ზედმეტი ჭინთვებით შეიძლება ჩაშალოს ის შედეგი, რასაც ცოტა ხნის მანძილზე მიაღწევ. ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ მართოს ქალმა საკუთარი სხეული, რა უნდა ქნას, როცა ბავშვს ხელში აიყვანს, რა უნდა ქნას, როცა დააცემინებს, რა უნდა ქნას, როცა დაახველებს, როგორია ტუალეტის ეტიკეტი, როგორ უნდა იჯდეს სწორად, სადგამი რო უნდა გამოიყენოს. აი, ამ ყველაფერს ვასწავლით, რომ ფეხები უნდა ქონდეს აუცილებლად აწეული, სადგამი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მუხლები იყოს უფრო მაღლა, ვიდრე არის მენჯი, იმიტომ რომ სწორნაწლავს ტყუილად არ ქვია სწორი ნაწლავი, უნდა გასწორდეს და სპაზმი მოიხსნას და როცა ვზივართ არასწორად და მით უმეტეს ძალიან შემაღლებულზე, აი ეს კუნთი, რომელიც სწორნაწლავზე მარყუჟივით არის შემოტარებული, ასე ვთქვათ, ხო? არასწორი პოზიცია ქაჩავს ამ კუნთს და სწორნაწლავს არ აძლევს მოდუნების საშუალებას და შესაბამისად გვიწევს იმაზე მეტი ჭინთვა, ვიდრე საჭიროა ამ დროს და ჭინთვა არის მენჯის ფსკერის ნომერ პირველი მტერი. ამიტომ ეგ ყველაფერი და არა მარტო და ეგ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ყოველდღიურობაში, უნდა ასწავლო ქალს, ანუ ეს არ არის უბრალოდ ავარჯიშე მშობიარობის შემდგომ. ან ისედაც აუცილებლად ჩვევები უნდა გამოამუშავებინო და ამას დამატებული კიდე ალბათ კვება. აუცილებლად კვებაზე, კი, აუცილებლად კვებაზე რეკომენდაციებიც გაიცემა იმ მხრივ, რომ როგორ უნდა უშუალოდ ნაწლავების შებერილობას, თუნდაც კვების მხრივ, ხო? ამ ყველაფერზე საუბარი მაქვს ხოლმე ჩემი მენჯის ფსკერის პროგრამაში, იმიტომ რომ ზუსტად ესე მაქვს, ანუ ვერ წარმოიდგენ რამდენი ხანი ვქმნიდი ამ პროგრამას და რამდენ რისერჩს ვაკეთებდი. ყველა შესაძლო, საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მაქვს ამოკრეფილი აქეთ-იქიდან, მსოფლიოს ყველა ნაწილიდან. მე მგონი, რომ ერთი მთლიანი სრულყოფილი რაღაც შეადგინო, რომ ადამიანს, ქალს ასწავლო თვითონვე თავისი სხეულის მართვა და ცნობიერება აუმაღლო საკუთარ სხეულზე, რომ მერე მთელი ცხოვრება იცოდეს რა და როგორ გააკეთოს. ანუ ეს არ არის ისეთი პროგრამა, სადაც შემომიერთდება უცებ პატარა შედეგს დაინახავს და მერე თავს დაანებებს. ეს არის ისეთი პროგრამა, როცა თეორიასაც ასწავლი რა ცვლილებები ხდება თუნდაც ორსულობის დროს, თუნდაც მენოპაუზის დროს, რა ხდება პოსტსამშობიარო პერიოდში, თან ავარჯიშებ, თან სუნთქვას ასწავლი, უშუალო კონტაქტი გაქვს აუცილებლად ადამიანთან, არ გამიკეთებია შეგნებულად ჩაწერილი ვიდეოებით პროგრამის გაყიდვა, იმიტომ რომ როცა უშუალო კონტაქტი გაქვს ადამიანთან, ინდივიდუალურ უკავშირს რო იღებ, უფრო მეტად ხვდები, როგორ შეიძლება დაეხმარო და რა მიმართულებით წაიყვანო და ამას გარდა თან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სპეციალური მიდგომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში მყოფი ქალებისთვის, იმიტომ რომ ემოციურად ლაბილურები არიან, მუდმივად სტრესის ქვეშ არიან, პატარების გამო არძინავთ და ასე შემდეგ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ პირდაპირი კავშირი მქონდეს თითოეულ მონაწილესთან და აი ეს ყოველდღიური ჩვევების გამომუშავება ვასწავლო იმ დონეზე, რომ თვითონვე იცოდნენ მთელი ცხოვრება საკუთარ თავს როგორ მოუვარონ. თუ არა და იცოდნენ სად მოიძიონ სანდო ინფორმაცია და სად ატეხონ განგაშის ზარი თუ რამე ისე არ არის როგორც უნდა იყოს. ანუ ეს ყველაფერი ქალმა რო არ იცის, დღეს იმ დონემდე ვართ მისულები, რომ აი ჩვენი მშობლების და ბებიების თაობები კლინიკას მომართავენ მხოლოდ მაშინ, როცა საშვილოსნო მთლიანად გამოვარდნილია და საცვალში არის ჩამოსული. რა კატასტროფაა წარმოიდგინე და რამდენი დრო ჭირდება ადამიანს რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანოს თავი ჯერ და მერე რამხელა დისკომფორტია ცხოვრებაში ეს ქალისთვის, ხო, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის და როცა გაქვს ინფორმაცია იმაზე, როდის რას მიაქციო ყურადღება და ნორმა რო არ გგონია შარდის პაწაწინა გაპარვა, თუნდაც ერთ ცალ პრესის გაკეთებაზე და დაცემინებაზე, უკვე ბევრად გამოასწორებ საერთო სურათს, ხო და ეგ არის ჩემი მიზანი, პირდაპირი მიზანი ცხოვრებისეული, რომ ეხლანდელმა ახალგაზრდა თაობამ 20 და 30 წლის შემდეგ ესეთი პრობლემებით საერთოდ არ იაროს, იმიტომ რომ საკუთარი სხეულის შეცნობით იწყება ყველაფერი, ყველა მსგავსი ქალური პრობლემის მოგვარება.
ან მიხარია რომ დაიწყო ამაზე საუბარი ზოგადად და ეხლა მიხარია რომ ამაზე ჩემ პოდკასტში ვსაუბრობთ და ხშირად ბევრჯერ ვახსენეთ ჩვენ ანუ ორსული და პოსტ-ორსულობის, მაგრამ აი რაც ვახსენე რეალურად ქალი რომელსაც არ ყავს შვილი გაჩენილი და თქვათ არის მენოპაუზის მდე პერიოდში და თქვათ მენოპაუზა უკვე შემდეგ პერიოდში. ანუ ამ ქალებისთვისაც ჩვეულებრივად მნიშვნელოვანია ალბათ ხო დიაგნოსტიკა და შემდეგ ვარჯიში, იმიტომ რომ ვარ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი რახან არ ყავს გაჩენილი, კუნთები მაგრაკაკ და ყველაფერი ის არის რა თქმა უნდა შეიძლება წონაც არ გაწუხებდეს მაგრამ ხო დუნდება ეს კუნთები დროთა განმავლობაში აუცილებლად დუნდება დროთა განმავლობაში იმიტომ რომ მენოპაუზასთან ერთად ესტროგენის დონე რო იკლებს და კანის და ყველა ორგანოს ელასტიურობა რო იკლებს მათ შორის კუნთების და ვენჯის ფსკერის ელასტიურობაც იკლებს და რო სუსტდება ეს კუნთები ისევე როგორც სხეულის სხვა კუნთები და ყველამ ვიცით რომ აუცილებელია ვარჯიში ასაკში რომ ეს კუნთები შეინარჩუნა, უკვე ვიცით, საბედნიეროდ და იმედი ამაზე. ხო, საუბარი აღარ არის ბევრი საჭირო. ვენჯის ფსკერზე ზუსტად იგივეა, სულ რომ ბავშვი მთელი ცხოვრება არ გავაჩინოთ ასაკთან ერთად მაინც დუნდება ეს კუნთები და მაინც ძალიან მიდრეკილები ვართ პროლაფსების განვითარებისკენ. მანდ კიდე ბევრი სხვა დეტალია, შეიძლება ანატომიური აგებულება იყოს ისეთი, ან წინასწარგანწყობა იყოს ისეთი, რომ უფრო მეტად იყოს მიდრეკილი ქარი პროლაფსებისკენ ერთი ქალი უფრო ვიდრე მეორე. მაგაზეც არის, მაგრამ ზოგადად მენოპაუზაშიც ძალიან ხშირია ეს ყველაფერი და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ ბიომექანიკაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, იმაზე აღარ მაქვს საუბარი, ვისაც უკვე პრობლემა აქვს, აი მაგალითად მესამე ხარისხის პროლაფსი ან მეტი, რაც უკვე საოპერაციოა, მაგას ვარჯიშით ვეღარ უშველით და აუცილებლად უნდა გაკეთდეს ოპერაცია უროგინეკოლოგი ქირურგის მიერ და ესეთი ოპერაციები კეთდება დღეს საქართველოში, მაგრამ იმ ოპერაციის შემდეგაც რეაბილიტაცია გჭირდება იმისთვის, რომ ეს ეფექტი შეინარჩუნო, იმიტომ რომ შენ თუ ოპერაციის მერე იგივენაირად განაგრძა ცხოვრება და შენი ნეკნები და მენჯი არ არის სინერგიაში, შენი ქორის კუნთები კარგად არ მუშაობს, არასწორად სუნთქავ და ისევ შებერილობა გაწუხებს, შეიძლება რეციდივით დაბრუნდე კლინიკაში და ისევ საოპერაციო გახდე და ხშირია ესეთი რაღაცაები. ამიტომ პოსტსამშობიარო კი არა, პოსტოპერაციული რეაბილიტაციაც ამას გულისხმობს ზუსტად. ანუ სხეულის ბიომექანიკის აღდგენა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, როცა არ ყავს ბავშვი, არც აპირებ ჯერჯერობით ან საერთოდ რო ყავდეს და არც არანაირი პრობლემა არ გაწუხებს, დარბაზში რომ მიდიხარ და უბრალოდ რო ვარჯიშობ და წონებს რო წევ, აუცილებლად უნდა იცოდე შენი მენჯის ფსკერის კუნთების კონტროლი იმისთვის, რომ არ გამოიწვიო დროთა განმავლობაში რაღაც დარღვევები. ხშირად გამიგია, რომ წონებით ვარჯიში ქალებისთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ იწევს დაიწევს, ხო. კი ბატონო. გან არ შეიძლება მე ხო და მე ანუ ხა კონტურის არის, რა ქვია, ინფორმაცია რომ აუცილებლად უნდა ვივარჯიშოთ წონებით და რა თქმა უნდა მაყურებელი და ზოგადად ჩვენ ვინც არ ვართ სამედიცინო თქვა სფეროში, ვეღარ ვხვდებით ხო, რომ თან უნდა ივარჯიშო წონებით. თან დაწევას იწოს, ანუ ძალიან დაბნეულობაა და აი როგორ უნდა მოვიქცეთ, ესე იგი გამართული უნდა იყოს სისტემა, როგორც მივხვდი, მე უნდა ივარჯიშო, აი როგორც მე ვთქვი ხო, სწორად აწევით და დაჭიმვით და ასე შემდეგ. ანუ დიაგნოსტიკის შემდეგ მოკლედ აგრძელებ წონებით ვარჯიშს როგორც მივხვდი. კი, თუ არაფერი არ გჭირს საქართველოში თუ არაფერი ერთ ადგილას. ხო, ანუ ჯერჯერობით, მაგრამ უკვე იმ საერთაშორისო კონფერენციაზე ექიმებში ასე ვთქვათ ხმა გავრცელდა და ნელ-ნელა რადიოლოგები დაიწყებენ ამ კვლევის შესწავლას და ნელ-ნელა მეტი და მეტი სპეციალისტი გააკეთებს ამ კვლევას. ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად ჩემი აზრით. ხო, რაღაც განვითარების ფაზაში ვართ. კი. ნანკა და ორსულებისთვის ვარჯიში რამდენად რეკომენდებულია საერთოდ? როგორ არის ეგ საკითხი, რომ მოგვიყვა?
ძალიან რეკომენდებულია და საჭიროც არის ეს პირდაპირ წერია ამერიკის მეან გინეკოლოგთა კოლეგიის გაიდლაინებში, რომ თუ არ არის არანაირი გართულება, შენ წარმოიდგინე პირველივე ტრიმესტრიდანაც კი საჭირო, არათუ საჭირო, არამედ აუცილებელიც არის ორსულებისთვის ფიზიკური აქტივობა, მაგრამ უნდა განვმარტოთ, ხო, ისევ და ისევ რა არის ეს ფიზიკური აქტივობა. მე მესმის ქართველი ექიმების, რომლებიც თუ არ უკრძალავენ და თუ რთავენ ნებას მხოლოდ მეორე ტრიმესტრიდან, იმიტომ რომ პირველი ტრიმესტრი ასე თუ ისე მაინც საფრთხილოა, შეიძლება სხვადასხვა გართულებები განვითარდეს, უფრო მეტად სუსტია, ქალი უფრო მეტად უენერგიოა და მეორე ტრიმესტრიდან უკვე შესაძლებელია, თუმცა პირველ ტრიმესტრში ისევ და ისევ, ასევე როგორც მოსამზადებელ პერიოდში ორსულობისთვის, აი ამ სუნთქვის სწორი პატერნის აღდგენა და მუცლის ღრმა კუნთებთან კავშირის შენარჩუნება რო დაიწყო, ბევრად უფრო მარტივად წავა ყველაფერი. ანუ პირველ ტრიმესტრში ვარჯიში იმას არ ნიშნავს, რომ განტელი უნდა დააჭერინო ორსულს და ისე ავარჯიშო. ანუ ნელ-ნელა ტვინის და სხეულის კავშირის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნო და აი ეს არის, რა ვიცი, იმდენად წოლითი და ფაქიზი ვარჯიშები და იმდენად უსაფრთხო ვარჯიშები, რომ პირდაპირ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სარგებლის მეც ვერაფერს ვერ მოგიტანს, არათუ ზიანს მოგაყენებს. შეიძლება სახლში ორსული რო ადგეს და ჭურჭელი რო გარეცხოს, ეგ უფრო მეტი დატვირთვა იყოს, ვიდრე აი ეს ვარჯიშები, რომელსაც მე მაქვს საუბარი პირველი ტრიმესტრის მანძილზე. და მერე ხო, რა თქმა უნდა, საჭიროა, იმიტომ რომ შენს ორგანიზმში ისეთი ბიომექანიკური ცვლილებები ხდება, რომ ფიზიკურად მზად უნდა იყო იმისთვის, რომ პლუს 10-15 კილო მუცელი შენმა სხეულმა ატაროს, ხო? იმიტომ რომ, ну აი წონა არაწიო, რომ ეუბნები ქალს და მერე პლუს 10-15 პლუს მინუს კილოთი რო დადის, თუ მეტი არა, ხო? ანუ ეს ხო უკვე დატვირთვა არის შენი სახსრებისთვის, წელისთვის, მენჯისთვის, მერე ვითარდება ტკივილები, დისკომფორტები, იქ კუდუსუნის ტკივილი აქვს ორსულს, იქ სიმფიზიტი უვითარდება და ასე შემდეგ. ორსულის ვარჯიში არ ნიშნავს სტანდარტულ ვარჯიშს. ორსულის ვარჯიში ნიშნავს აი ამ ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან შესახვედრად მზაობას და ნებისმიერი დისკომფორტის აცილებას, ხო? რომ არ აწუხებდეს არაფერი, მათ შორის წელის ტკივილი. აი რამდენი ორსულიც მყავს, რავი 35-37 კვირის ვადაზე მეუბნებიან, რომ საერთოდ წამითაც არ მტკენია წელიო, ვინც დაიწყო თავიდანვე. და ძალიან მინდა მოვუწოდო და ვუთხრა ყველა ორსულს, რომ აი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ მომართავენ, რომ აი უკვე აღარ შემიძლია წელი მტკივა, 28 კვირის ვარ და რა ვივარჯიშო და თუ შეიძლება თქვენთან ვარჯიში. ხალხო, რაც ადრე მოხვალთ, მით უკეთესი, სანამ მუცელი გაიზრდება და სანამ უკვე რაღაცა ცვლილებები წამოვა, იმიტომ რომ ძალიან, ანუ მაგ დროს უკვე როცა მუცელი დიდია და კუნთები გადაწელილია, ძალიან რთულია იმ მუცლის ღრმა კუნთთან კავშირის აღდგენა ხვდები, სანამ თავის ადგილზეა, იქამდე უნდა იზრუნო ამაზე, რომ მერე ნელ-ნელა კავშირი არ დაკარგო ამასთან. აი, მოდი მარტივად აგიხსნით ჩემს მაკეტზე, რა ხდება ამ დროს. შეხედე, ეს არის შენი მენჯის ნეიტრალური პოზიცია, ხო, როგორც არის. როცა შენი მუცელი იზრდება, ზოგადად სიმძიმის ცენტრი გეცვლება, მენჯი იხრება ცოტა უფრო წინ და ნეკნები იმის გამო, რომ ბავშვი იზრდება, ადის ცოტა ზევით და დიაფრაგმა ორგანოები ყველაფერი აჭყლეტილი გაქვს და გაქვს აი ღია მაკრატლის სინდრომს ვეძახით ამას, ხო? ამ პოზიციაში წარმოიდგინე რამხელა დატვირთვაა წელზე, იმიტომ რომ ყველაფერი რაც უნდა იყოს გადანაწილებული 360 გრადუსზე, მოდის წელზე, იმიტომ რომ აქ всё უკვე კონტაქტი გათიშულია შენი მუცლის ღრმა კუნთებთან, ყველაფერი გადაწელილია, ვერც აკონტროლებ, იმიტომ რომ დიდი მუცელი გაქვს და შესაბამისად ვითარდება ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დისკომფორტი, რაც არის წელის ტკივილი, ხო? ჩვენ ორსულობაში ამას ვერ გაასწორებ, რა თქმა უნდა, ეს მაინც ესე იქნება, მაგრამ შენ მაინც შეგიძლია იმდენად კონტაქტი შეანარჩუნებინო მუცლის ღრმა განივ კუნთთან, ყველაზე ღრმა შრე, რაც არის ჩვენი მუცლის კუნთების, ხო? რომ წელის ტკივილი თავიდან აირიდო და მაინც ასე თუ ისე შეეძლოს ორსულს
თავისი სხეულის მართვა. მე აღარ მაქვს უკვე საუბარი სხვა პრობლემებზე, როგორიც არის გართულებული პოსტსამშობიარო აღდგენა, დიასტაზი და ასე შემდეგ. ხო, დიასტაზზე მინდა კიდევ განვმარტო. წერენ ხოლმე ესე, რომ აი ნეტა დიასტაზი ხო არ დამემართება ორსულობაში. აი ამის თქვა მინდა, დიასტაზი ფიზიოლოგიური ამბავი არის და ორსულების 100%-შივე ხდება, იმიტომ რომ იმისთვის რომ საშვილოსნო თავისი შიგნით ყოფი ბავშვით გაიზარდოს, მას სჭირდება ადგილი, ხო? შესაბამისად, შენი პრესის კუნთები, მუცლის სწორი კუნთები, აი ესე შორდება ერთმანეთს, ხო? და თეთრი ხაზი იწელება იმისთვის, რომ სივრცე მისცეს ბავშვს გასაწელად. ზოლი არ გიჩნდება, ის შავი ზოლი, ხო, უფრო ჰორმონალური ამბავია, მაგრამ აი კუნთები რო არის გაწეული, ხო? და მე რო აღარ იწევა უკან, აღარ ბრუნდება მდგომარეობაში. წესით თავისით უბრუნდება თავის მდგომარეობას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ დაუბრუნდა, მე უკვე საჭირო არის ხოლმე ვარჯიშები. დიასტაზი უკვე ის არის, რომ გაწეულია, მაგრამ ეს არის ფიზიოლოგიური დიასტაზი და როცა რჩება და არიხურება, ეგ უკვე მისახედია, ეგ არის პათოლოგია. ხო, რაღაცნაირად თითი უნდა ჩაგდიოდეს თითქოს რომ მიხვდე, მე ესე ნახე ინტერნეტში. შეიძლება ამის შემოწმება 2 და მეტი თითი თუ არის, სწორად თუ იმოწმებ, თუ ჩადის 2 და მეტი თითი, შეიძლება იმას ნიშნავს, რომ ბოლომდე დახურული არ არის. ზოგს აქვს 4 თითზეც ძალიან გახსნილი. ვარჯიში შეიძლება თუ ოპერაცია ჭირდება ყველა ვარიანტში? არა, რა თქმა უნდა, ვარჯიში შეიძლება. ყველა ვარიანტში არ ჭირდება ოპერაცია, იმიტომ რომ არის ვარიანტები და მას პირდაპირ ვეტყვი, რომ საოპერაციოა, მაგრამ მქონია შემთხვევები, სადაც ქალი მოსულა და უთქვამს, რომ მითხრეს, რომ მხოლოდ ოპერაცია მიშველის მეტი ვერაფერი და ორ თვეში ჩაგვიხურავს ეს დიასტაზი ვარჯიშებით ისევ და ისევ მუცლის ღრმა კუნთის აქტივობა არის აქ ძალიან საკვანძო წერტილი ამ დიასტაზის მკურნალობაშიც და ეს გადმოვარდნილი მუცელიც, რაც ყველა ორსულს აწუხებს ზუსტად იმის ბრალია, რომ მუცლის განივი კუნთი არის მოდუნებული. ანუ ეს არის შენი ბუნებრივი კორსეტი, ასე ვთქვათ, ხო? ბუნებრივი კორსეტის ფუნქციას ასრულებს და რაც უფრო მეტად ტონუსში მოყავს, ისევ და ისევ სუნთქვასთან ერთად ხდება მისი აქტივაცია და მერე უკვე ნელ-ნელა პატარა ვარჯიშების გამოყენებით, რა თქმა უნდა, ყველა ვადაზე თავისი წესები არსებობს, მაგრამ სუნთქვით მაინც მინიმუმ შესაძლებელია მისი გააქტიურება, სწორი გააქტიურება და ტონუსში რომ მოდის, აი თითქოს ვიწროვდება წელის გარშემოწერილობა და აი ამ დიასტაზსაც ხურავს, ხო? ძალიან მარტივი აღსადგენია, ანუ ტყუილა გონიათ ხოლმე ქალბატონებს, რომ ისეთი სხეული აღარასდროს მექნება, როგორიც მქონდა ორსულობამდე. კი, ცვლილებები ხდება, კი დროის ამბავია, კი შრომის და წვალების ამბავია, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ძალიან ბევრი ქალი შემიძლია გაჩვენო ეხლავე, რომელიც იდეალურ ფორმაშია და რო შეხედა ვერც კი წარმოიდგენ, რომ შეიძლება 2 და 3 ბავშვი ყავდეს გაჩენილი. ანუ ეს არის უბრალოდ პერიოდი, რომლისთვისაც ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად, რომ ცვლილებები მოხდება, მშობიარობის შემდეგ სამშობიაროში არ დატოვებ მუცელს, ცოტა ხანი გექნება, სანამ საშვილოსნო თავის ზომას დაუბრუნდება, მერე სანამ აღდგენას გაევლი და ყველასთან სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ძუძუთი ყვება არა, იმიტომ რომ იკუმშება საშვილოსნო და ძალიან ბუნებრივი პროცესი მიდის ამ დროს. კი, ოქსიტოცინის გამოყოფის ფონზე ეხმარება საშვილოსნოს შეკუმშვას და რა თქმა უნდა, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, ყველამ ძუძუთი უნდა აკვებოს ბავშვი, თუ რა თქმა უნდა, რძე არის და არანაირი პრობლემა არ არის. ამიტომ ხო, ანუ შესაძლებელი არის ყველაფერი, მაგრამ აი ფსიქოლოგიური მზაობა როცა გაქვს იმისთვის, რომ კი არის ცვლილებები, მაგრამ დროებითია და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შევცვალოთ უკეთესობისკენ, ანუ ყველაფერი თავისთავად ლაგდება. მუცელი დამრჩა რო ამბობენ, მე მგონია რომ ხო, ან ზედმეტი წონა არის მაგ შემთხვევაში, ან ის პრობლემა არის, რასაც შენ ამბობ, იმიტომ რომ შესაძლებელია თუ მოაგვარებ წონას და იკლებ და ესე იგი ამ კარკასი შეიძლება დაუცა, ხო? კი, როგორ არა, ზუსტად ეგრე ქვია. ხო? მაგ შემთხვევაში არის
მოკლედ იმის საშუალება რომ ჩადგე ისევ იგივე ფორმაში როგორშიც იყავი. შეიძლება უკეთესშიც ჩადგე არიან ორსულები, ვისაც ცხოვრებაში არასდროს არ უვარჯიშიათ, მაგრამ მოვიდნენ დაიწყეს ვარჯიში და შენ წარმოიდგინე უკეთეს ფორმაშიც კი ჩადგნენ ორსულობაში, ვიდრე მანამდე იყვნენ. ზოგადად ორსულობის დროს არ ვაპრიორიტეტებთ ვარჯიშისას იმას, რომ რაღაც ფორმები გამოვიყვანოთ ან ასე შემდეგ, იმიტომ რომ ან მაგ პროცესებზე საერთოდ არ ვფიქრობთ, ეგ უბრალოდ თამდევია ხოლმე ყველაფრის. კი, ანუ ორსულობისას ვარჯიშის დროს ჯანმრთელობას და ორსულის და ბავშვის კარგად ყოფნა არის პირველი პრიორიტეტი და დისკომფორტების თავიდან არიდება და ის რო ფორმაში დგება, ეგ უკვე თავისთავად ბონუსი მოყვება. ნანკ ასევე გამიგიამა ეს რაღაც ელექტრომაგნიტური სავარძელი და რა განსხვავება არის, ვთქვათ, RF-ზე, ვთქვით, ლაზერზეც, გამამახვილეთ ყურადღება და ელექტრომაგნიტური სტიმულაციის სავარძელი მემსელა როგორ რაღაც არის, იცი? აი 20 წუთში 11000 შეკუმშვას, ანუ 11000 კეგელს პირდება. სკამზე რო ჩდები, კი? ანუ ასტიმულირებს შენ კუნთებს იმისთვის, რომ შეიკუმშოს და გაიშალოს. აქ პარალელის გავლება შეგვიძლია იგივე კეგელთან. თუ გვაქვს ავულსია, თუ გვაქვს კუნთის რაიმე ტრავმა, მაგ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ როგორც კეგელის შემთხვევაში შეკუმშვა უფრო მეტად ასიმეტრიას იწვევს, იმიტომ რომ გაწყვეტილ დაზიანებულ მხარეს ვერაფერი ვერ შეკუმშას და ჯანსაღ მხარეს დაამუშავებ, კი ბატონო, მაგრამ ასიმეტრიას გამოიწვევ უარეს, ხო? მაგ შემთხვევაში არ გავუწევდი რეკომენდაციას, მაგრამ მენჯის ფსკერის ფიზიოთერაპიაში თავისი საპატიო ადგილი უჭირავს და მაშინ როცა დიაგნოსტირებული ხარ, მაშინ როცა იცი რომ კუნთების არანაირი დარღვევა, დაზიანება არ გაქვს და კუნთები მთელია, მაგ შემთხვევაში ძალიან მშვენიერი ინსტრუმენტია, მაგრამ მივდივართ ისევ იმ წერტილამდე, რომ ეს სავარძელი უბრალოდ კუმშავს ანუ იგივე კეგელია. იგივე კეგელია. უბრალოდ თან არის ფასიანი და თან მიდიხარ სადღაც. ის ვერ გასწავლის შენ თვითონ, შენმა ტვინმა, შენმა ნერვულმა სისტემამ როგორ აკონტროლოს შენი სხეული. ანუ ისევ და ისევ ეს უნდა იყოს მთლიანი ბიომექანიკის ხო, მთლიანი აღდგენის დამატებითი საშუალება, რომელიც ეფექტს გიუმჯობესებს ისევ და ისევ იმ შემთხვევაში თუ კუნთები არის მთელი და არ არის დაზიანებული. და ნუ კეგელი შეგიძლია რომ თუ დიაგნოსტიკა გაკეთებული გაქვს, ანუ სახლის პირობებშიც აკეთო. შეგიძლია, მაგრამ იცი რა, რატო დახარჯო დრო მარტო შეკუმშვებზე, როცა მთლიან ბიომექანიკაზე მუშაობა უფრო ეფექტურია. ანუ ეს ამ შეკუმშვას ქვია კეგელი, მაგრამ კეგელი ცალკეულად სუნთქვის გარეშე მაინც არ კეთდება. არც ერთი ეხლანდელი წამყვანი სპეციალისტი სუნთქვის გარეშე არ გაკეთებინებს. ანუ ამას რო სწავლობ, მე უკვე შენით შეგიძლია აკეთო, ხო? რა თქმა უნდა, კი, ეს ამის სწავლას როგორც გითხარი, უკვე დრო ჭირდება, ძალიან ბევრი გააზრება ჭირდება, იმიტომ რომ ისეთი brainstorming-ი ხდება ხოლმე მაგ დროს, როცა ეუბნები, რომ ჩასუნთქვაზე უნდა გაიშალოს და არაპირიქით შეისრუტოს, რომ ეს ტვინისთვის იმდანად რთული აღსაქმელია, რომ ძალიან ბევრი დრო, ძალიან ბევრი მოთმინება გჭირდება, რომ კარგად აუხსნა ქალს, რა ხდება, როგორ ხდება და ნელ-ნელა შენ თვითონ ხედავ როგორ გამოსდით. რამდენ ხანში სწავლობენ? იცი რა არის? ყოველ შემდეგ ჯერზე მეუბნებიან, რომ აი დღეს თითქოს უკეთ შვები, დღეს თითქოს ვაკონტროლებან. თავიდან იმდენი ხანი ვუთმობ მარტო სუნთქვის სწავლას, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანისთვის თან სუნთქვა აუხსნა და თან უთხრა იმ სუნთქვასთან ერთად რა მოძრაობაშია სულს, იმიტომ რომ ტვინის რესურსი არ გეყოფა იმისთვის, რომ ყველაფერი ერთად გააკონტროლო. სუნთქვას ჩასვამ, ემაში ჩვევაში და მე უკვე კეგელს ამატებ როგორც. კი, აი მარტივად აგიხსნი, პროგრამა არის, ჩემი პროგრამა მენჯის ფსკერის არის 2 თვიანი. პირველი თვის მანძილზე, აი დაახლოებით 2 კვირა ხდება
თეორია, სხვადასხვა ჩვევების გამომუშავება პირველ რიგში, სუნთქვის შესწავლა და იმ სუნთქვასთან ერთად ნელ-ნელა პატარ-პატარა ინტენსივობით რაღაც მოძრაობების დამატება, რომ პირველ რიგში სუნთქვაზე იყოს ადამიანი კონცენტრირებული და კარგად გამოვიდეს და მერე უკვე მოძრაობა, იმიტომ რომ მოძრაობა და ვარჯიში სუნთქვის გარეშე არაფრის მომცემი არ იქნება. თუ სუნთქვას მიკეთებ არასწორად, იმ ვარჯის ის ეფექტი არ ექნება, რაც გჭირდება უშუალოდ მენჯის ფსკერის კუთხით და როგორც გითხარი, მარტო მენჯის ფსკერის სართულზე არ მუშაობთ, იმიტომ რომ მენჯის სტაბილიზაციაში ბევრი გარშემო კუნთი ასრულებს თავის ფუნქციას, საჯდომის კუნთები, ბარძაყის მომზიდველი კუნთები, ჯდომასაც აქვს მნიშვნელობა. ჯდომასაც აქვს როგორ უნდა იჯდეს ქალის სწორად და მე დაშან ახლა ძალიან არასწორად ზივარ. კი, მეც, მაგრამ რაც ხშირად გაგახსენდება, შეგიძლია ჩამოიღო. სწორად უნდა დაჯდა ესე, ხო, ზურგის პოზიცია. ან სწორად უნდა ეცადო პირველ რიგში, რომ იჯდეს საჯდომის ძვლებზე, რომ შენი მენჯი არ იყოს წინ ჩამოტრიალებული და კუტუსუნზე არ იჯდე, ან უნდა გასწორდე და თუ მაინც და მაინც ახლა ეს ცოტა დახრილია. არა, ნუ ეგ ოკეია, უბრალოდ შეგიძლია მენჯის პოზიცია გაასწორო და ნეკნებისაც შესაბამისად საყრდენი კარგია რო გაქვს და ფეხების გადაჯვარედინება თუ მაინც და მაინც ძალიან გინდა, ჯობია რომ უბრალოდ აი ესე გადააჯვარედინო. ხო, და არა ფეხი ფეხზე გადაიდო. ანუ მთავარი აქცენტი გქონდეს იმაზე, რომ ბარძაყი შიგნით ბრუნში არ იყოს და იყოს გარე ბრუნში, იმიტომ რომ ამ პოზიციაში მენჯის ფსკერის ღრმა კუნთები ხო. მენჯის ფსკერის ღრმა კუნთები ამ პოზიციაში რჩება დაძაბული. ანუ მაშინ როცა შენ მოსვენების მდგომარეობაში ხარ, ისინი იძაბებიან და მენჯის ფსკერის პრობლემა მნიშვნელოვანი, რომ აი გაშლაზე მუშაობა, ხო? კი, და მენჯის ფსკერის პრობლემა არ არის მხოლოდ კუნთების მოდუნება, ეს არის ასევე ჰიპერტონუსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მაგ დროს ხო საერთოდ აკრძალულია და ჰიპერტონუსის შემთხვევაში როგორ მივხვდეთ? მოდუნებას ვწავლობთ და ისევ სუნთქვით ისწავლება ეს. აი ამას რო ვერ გშლი? კი, იმიტომ რომ სპაზმირებულია კუნთი და შენ აი ამ სპაზმირებული კუნთის კიდე უფრო მოჭერას რო ცდილობ, ხო წარმოგიდგენია რა ემართება, ანუ კუნთის ფუნქცია არის გაიშალოს, მოდუნდეს და შენ თუ სპაზმირებულ კუნთს კიდე უფრო კუმშავ, არ გამოვა. ჯერ უნდა გაშალო, მოადუნო და მხოლოდ შემდეგ გააძლიერო და ამას აქვს თავისი ეტაპები, თავისი მიმდევრობა და ჰიპერტონუსთან მუშაობა მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა. კი, აუცილებელი არის დიაგნოსტიკა და ელასტოგრაფიითაც ძალიან კარგად ხდება ამ ყველაფრის დიაგნოსტიკა. მოკლედ, ყველაფერი ძალიან ახალია და მიხარია, რომ ესეთ საწყის და ესეთ ახალ ეტაპზე უკვე ამაზე ვსაუბრობ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. ახლა მესმის, რომ ამდენი ინფორმაციიდან ყველაფერი ადამიანს არ დაამახსოვრდება, მაგრამ სადღაც რაღაც უკვე გაგონილი რო გაქვს, იცი მაინც რას მიაქციო ყურადღება და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნელ-ნელა გავრცელდება ხმა და ნელ-ნელა ქალების ჯანმრთელობა უფრო ამაღლდება ცნობიერება. ხო, დიდი ყურადღება. მაგრამ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამას ჩაერთონ თვითონ ექიმები, სამშობიაროები, კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი. ხო. ძალიან სასიამოვნო იყო შენი სტუმრობა, ძალიან ესეთი მრავლის მომცველი და არ ვიცი, ცნობიერება ავამაღლეთ, მე მგონი ჩვენი მაყურებლებისთვის და ძალიან მიხარია. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეა და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მომეცა საშუალება ამ თემებზე ასე ვრცლად მესაუბრა. დიდი მადლობა. არაფრის, პირიქით მადლობა.